ქუთაისიდან. დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, საზეიმო წირვა ტარდება თითქმის ყველა ტაძარში. გელოჩი დავით აღმაშენებლის საფლავზე დღეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე საზეიმო წირვას აღავლեց. სამების ტაძარში პარაკლის გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. სამებაში იმყოფება სოფო ოხანაშვილი, სოფო დაიწყო თუ არა უკვე წირვა? ჯერჯერობით საზეიმო წირვა-ლოცვა არ დაწყებულა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წმინდანად შერაცხული მეფე დავითის ხსენებასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთშია დაგეგმილი საზეიმო წირვა-ლოცვის აღვლენა რამდენიმე წუთში ელოდებიან აქ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს რომელმაც უნდა აღავლინოს საზეიმო წირვა-ლოცვა ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში უკვე შეკრებილია მრევლი აქვე იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები რომლებისთვისაც საზეიმო წირვა-ლოცვაზე დასწრება ბოლო პერიოდში უკვე ტრადიციად იქცა აქვე ელოდებიან ცოტა ხანში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებსაც ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე მინისტრი უკვე იმყოფება. ხალხს ულოცავ ქართველ ერს, როგორც დავით აღმაშენებელი იყო გულიანი საქართველოსთვის, ისეთი გულიანი ყოფილიყოს ყველა ქართველი ერი. ლოცვა დიდება არ მოკლებოდა სრულიად საქართველოს. მე მინდა პირველ რიგში თითოეულ დავითს ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცო დღევანდელი დღე. ჩემთვის ვინაიდან ვარ დავითი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ძალიან დიდი წმინდანის ხსენების დღეა. აქედან გამომდინარე მოვედით აქ იმისათვის რომ დავანთოთ სანთლები, მოიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპარი, რომელმაც ძალიან დიდი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. მოგეხსენებათ, რომ ეს დღე ყოველთვის დიდი ზეიმით აღინიშნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სივრცეში. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი გახლავთ. მისი უწმინდესობა გადაიხდის საზეიმო პარაკლის წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სამღვდელობასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პარაკლისზე მობრძანდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე ქართული არმიის ნაწილი. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მოვიდა მობრძანდა პატრიარქი, ასევე მოვიდა ბიძინა ივანიშვილი. ისინი ერთი მანქანით მოვიდნენ რამდენიმე წუთში, როგორც უკვე გითხარით, დაიწყება სამების საკათედრო ტაძარში მეფე დავითის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა. მადლობა სოფო. სამების საკათედრო ტაძრიდან სოფო ოხანაშვილი გვერდთვებოდა. გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო